სიგნიფიკაცია ვისი უნდა იყოს გაშლა, რა იქნება თქვენი თავით, ერთად ქალბატონები მოგესალმებით და გისურვებთ პოზიტიურ წარმატებულ სიხარულის ენერგიებით სავსე დღეს. ადამიანი არის გამოღვიძების ბოლო სტადიაზე, თავისი მინიმუმ 2 წლიანი განვლილი ცხოვრების განულების ეტაპს გადის და გრძნობს, რომ მის ცხოვრებაში ცვლილება ხდება. თითქოს გამოიღვიძა ადამიანმა. რას ნიშნავს გამოიღვიძა? მანამდე თუ ცოტა ასე ვთქვათ სენტიმენტალურად უყურებდით იმ რაღაც საკითხს, რაც იყო თქვენს რეალობაში, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეული იყო და ამ რაღაცისთვის ძალიან ბევრი რაღაც ჰქონდათ გაკეთებული. მაინც რაღაცა დადებიც უძებნიდით, მაინც არ ფიქრობდით ბოლომდე ისე, როგორც შეიძლება დღეს ახლა ან გუშინ ამ პერიოდებში ფიქრობთ იმ საკითხზე. როგორ ფიქრობთ? ცივად, გაცნობიერებულად, თითქოს რაღაცა ფარდა გადაიწია თქვენს თვალში, თითქოს სხვანაირად დაინახეთ უკვე სიტუაცია, თითქოს აღარ იდანაშაულებთ თავს, თითქოს ხედავთ უკვე იმ სიტუაციის რეალურ არსს და თქვენში მონატრებას ან სინანულს კი აღარ იწვევს, ვიღაცისთვის ეს ადამიანია, ვიღაცისთვის რაღაცა სამსახური სიტუაცია. არამედ ხვდებით, რომ ის რაც მოხდა თქვენი მხრიდან თუ სიტუაციის მხრიდან, ხო, და იქ რაღაცის შეცვლა, გადაკეთება, რასაც ფიქრობთ, რომ თქვენ შეიძლება რაღაცა შეგეძლოთ, სრული სისულელეა. ეხლა ასეთ ენერგიებში ხართ. ხოლო ეზოთერიული ენით ეხლა ხართ გამოღვიძების ენერგიებში, როდესაც მაღალი ძალები გეხმარებიან სულის დონეზე, რომ დასრულდეს შენი აქამდე განვლილი სიტუაციები ცხოვრების და მიიღო ახალი ცხოვრების მიღების პროცესში ხარ. თუ იცანი შენი თავი, დარჩი გაშლაზე. რა სასიხარულო მოვლენას, მე ახალი სიყვარული ვიღაცასთან. რა სასიხარულო მოვლენას გვიმზადებს სამყარო ივლისის ბოლოს ჩათვლით. ივლისისთვის მანძილზე 2026 წლის ივლისისთვის მანძილზე რა სასიხარულო მოვლენა შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში სამყაროს, ხო? კი ბატონო, რაზეც დიდხანს ნახე როგორი სიტუაცია, ვიღაცისთვის ფიქრები თითქოს გაუგებრობაში რო იყო, რომ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, თითქოს ყველაფერი უცბად დაინგრა, ვერ ხვდება რა ხდება, ეს შეიძლება ეხებოდეს ფინანსებს, არ იცის გამოსავალი რაშია და არის ერთ ადგილას გაჩერებული. ეს იცვლება. კი თქვენ უკვე ვერ იგებდით რა ნაბიჯი უნდა გადაგედგათ, რა უნდა გემოქმედათ და ხო, ფინანსებთან დაკავშირებით შეიძლება ბევრს მუშაობდით, მაგრამ შემოსავალი ნაკლებად იყო. ამასთან დაკავშირებით ძვირფასებო გაიხსნება გზები, შემოდინება იქნება ახალი გზებიდან და დატოვებთ წარსულში იმ რაღაცა მტკივნეულ სიტუაციას. ერთი წამით, ეხლა აქ რა წამოვიდა. კარგი. კიდე რითი გაგახარეთ სამყარო?
რა სასიხარულო მოვლენა შემოდის ჩვენს ცხოვრებაში 2026 წლის ივლისის ბოლომდე. ესეც იყოს, კაი აქ იყოს. თავარი ეს არის ამ შემთხვევაში. ფინანსები, აი გეუბნებით, ფინანსები დაიძვრება ძალიან მაგრად. სამყაროსეული სამართლიანობა, ვაიმე, რომელიც ფელა? საქმიანობა, კი. ჩემო ძვირფასებო, ფინანსები, ვისაც გაჩერებული გქონდათ, არჩევანს გააკეთებენ თქვენზე, იცოდეთ, კარიერაში, ვისაც გაჩერება გქონდათ. თქვენ გექნება ძალიან დიდი წინსვლა, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, გამიგეთ და ძალიან კარგად იქნებით. სხვათა შორის, აქ ვიღაცასთან კიდე მამაკაცი, რომელიც ძლიერ იყო თქვენზე შეყვარებული, გადმოდგავს ნაბიჯს სერიოზული ურთიერთობისთვის, ვისთანაც მანძილია, ეხლა ეს მანძილი დასრულდება. და ეს იყო მესამე ფაქტორი. ეს სულ თვალთვალებდათ ჩუმად ეს მამაკაცი, რო იცოდეთ. დიდხნიანი პაუზიდან გამოსვლა ხდება ვიღაცასთან. მარტოობის დასრულება და მოლოდინის რეჟიმში ყოფნა. მარტოობა პირდაპირ სრულდება დაოჯახებით, ანუ ამ საკითხით რა. თქვენ გაკვეთილი წარმატებით ჩააბარეთ, მაღალი ძალები გეუბნებიან, გილოცავთ მაღალი ძალებიც და მეც ძვირფასებო და შემოდის მამაკაცი, რომელიც გითვალთვალებდათ, რომელიც არჩევანს გააკეთებს სერიოზულად თქვენზე, მარტოობა დასრულდება, ვისთანაც გაქვთ მანძილი, ეს ადამიანი გამოვა კომუნიკაციაზე ყველა ვარიანტში და ვისთანაც იყო მესამე ფაქტორად თქვენ შორის მანძილი, ეს საკითხი თავისთავად მოგვარდება. ერთიც ნახოთ, კიდე რა სასიხარულო მოვლენას ამზადებს სამყარო. ივლისისთვის ბოლომდე მოხდება ეს ყველაფერი სასიყვარულო ხაზზე, მოიწერწამი. კი, უკვე ახლოს არის, კი. ივლისისთვის ბოლომდე მოხდება ეგ სასიყვარულო ხაზიც და ივლისისთვის ბოლომდე მოხდება თქვენი ფინანსური სიუხვეში გადასვლაც. რას უნდა მიაქციოს ყურადღება ამ ივლისისთვის ბოლომდე ამ ადამიანმა? რას უნდა მიაქციოს თავის თავში ყურადღება ივლისისთვის ბოლომდე ამ ადამიანმა? ჩემო ძვირფასო ადამიანო, არ ინერვიულო იმაზე, რაც მთავრდება, მიაქციო ყურადღება გეუბნებიან იმაზე, რომ აი, ხო არის ახლა შეიძლება არა ტრანსფორმაციის მდგომარეობაში ხარ, როდესაც გრძნობ, რომ შენი ცხოვრება იცვლება, ისე აღარ იქნება როგორც იყო. ასევე მიაქციო ყურადღება იმაზე, რომ შენ ცხოვრებაში ძალიან მალე ცვლილება შემოდის და შემზადე წინასწარ იმისთვის, რომ მიიღო ეს უდიდესი შენი საოცნებო ცვლილება. გამიგე? რო აი ესე რაღაცა ელდად და შოკად არ გეცეს სასიხარულო მოვლენაც ხო ზოგჯერ ელდასავით ეცემა ხოლმე ადამიანს და აი აქ ამას გეუბნებიან, რომ ახალი ეტაპი ძალიან მალე დადგება შენ ცხოვრებაში, სადაც გელოდება იმპერატრიცობა, მიმღებლობა, აქ ვიღაცისთვის იქნება ხელის თხოვნა, ვიღაცისთვის იქნება მოგზაურობაში წასვლა, ვიღაცისთვის იქნება აი ეს ცვლილება უშუალოდ მანძილიდან თქვენ სერიოზულ ურთიერთობასთან დაკავშირებით. რასაც მე თქვენ გისურვებთ, მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე საუკეთესო სურვილებით და გისურვებთ ჩემი სულიერი სივრცე თქვენ სულში მზეს.